სადა მოდით აქ დადექით. შემომხედეთ 3 2 1 მოდით კიდევ ერთხელ. გაიღიმეთ ჩიზ. აუ, დაუბრუნდი. რამდენს იღებ? გონი ვეღარ ხედავ. ნიკას შეხედეთ, რეაქციას არ ქონდა, ჩვენ კიდე დაუბრუნდით. ნიკა, თქვენ მაინც დაახამხამე, ხო ცოცხალი ხარ? მხედველობის, ნერვის, რეფლექსული რეაქცია სინათლის უაცურ წყაროზე ინდივიდუალურია, მარიამ. ჩემი თვალები უბრალოდ ადაპტირებულია, შენი კი როგორც ჩანს სუსტი. აუ, ძმა მედიცინის ენით აკენსლა. არა, მართლა მაინტერესებს, რობოტი ხო არ ხარ? დარწმუნებული ვარ, აპოკალიფსი რომ დაიწყოს და მეტეორიტი გვეცემოდეს, ალბათ დაჯდება და მის დაცემის ტრაექტორიას გამოთვლის. ნუ ცდილობთ ნერვის მოშლას. ნიკა რკინისაა. გეხვეწები, ბოლოს როდი შეგეშინდა? არ მახსენდება. აუ, გამომივიდა ჰერკულესი. რისი უნდა შემშინებოდა? რავი, მოჩვენებების სულები 1000 რამეა. კაი რა, 2 წლის ხო არ ვარ. მოიცა. მართლა არ გახსოვს? არც არავის შეუშინები ხარ? უცდიათ, მაგრამ არ გამოსულიათ. რავი, შეუძლებელი არაფერია. მთავარია სწორი ადგილი და გარემო შეარჩიო. მაგალითად, სკოლის ბიბლიოთეკის ძველი არქივი? ზუსტად. თან ხომ იცი მაგ ადგილზეებს ამბობენ. სხვათა შორის გამიგია რომ საღამოს ისეთი სიჩუმეა სულების ხმაც ისმისო. რას ბუდიალობთ? არაფერს, უბრალოდ რაღაც გვინდა შევამოწმოთ. მართლა ასეთი უშიშარი და უემოციოა ჩვენი ნიკა თუ კარგად თამაშობს. გამოცადოთ, გაკვეთილების მერე საღამოს 15 წუთით მარტო ავიდეს ბიბლიოთეკის არქივში. არ მგონია გავიდეს. 20 იყოს. როგორ ერთი პირობით. რაღაცაზე უნდა დამისლოდეთ. კაი, რა ხარ შოში? მე არ ვიცი, ან მე მოგცათ უფლება ჩემ ფოტოაპარატზე რომ ენიცლავები. აი, უიჭველი შეიშნება და ერთი კვირა მათემატიკის დავალებას აქეთ იკისრებს. ვითომ? 100%. და როგორ აპირებთ რომ შეაშინოთ? როგორ და აი, წამყვე, სადმე ყავარ? რა შევილია? ევეთ. რავი, ინგლისურზე შევდივარ. თქვენ? მოკლედ, ნიკა უნდა დაუფრიქოთ. შევაშენ, დაგუხმარები? შენ ხო იცი ბორდული რაღაცაები. სულ გამოვიდა ბოდიში. დაგუხმარები? ხო მეზარება რა. ნიკა თუ შევაშენ ერთ კვირა მათემატიკის დავალებას კისრულობს. თავდაპირველად იმასე დაგეწყო მე. ვაა, რა გადადგემ შორის.
მათემატიკის დავალება დაჩი არ დაგავიწყდეს. ბაზარი არა, ისე დავამაგრებთ არ როევსი დინამიკი, რომ მე თვითონ მეშინია. მით. სიუდი მზადა, ახლა მიმზადა თქვენ რა გინდ? ტელეფონები ისეთ ადგილებში დავდეთ, რომ ყველაფერი კარგად დაფიქსირდეს. ნიკასადო. ლაზარამ გეტყვა. შეეშინდება ვითომ? 20 წუთი არაა პატარა დრო. ხო, მაგას გეუნეოდი. შენი აზრით ჩემპიონთა ლიგაზე ვინ გავა ფინალში? რავი, არსენალი ალბათ. არსენალის ფანი რო იყავი, არ ვიცოდი. არც ვარ, უბრალოდ სტატისტიკა წავიკითხე, კარგი აქვთო. ხო. ბარსელონაზე რა სიტყვა? ლაზარე, შენი ღრმა ინტერესი ჩემი საფეხბურთო პროგნოზების მიმართ სტატისტიკურად საეჭვოა. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ტელეფონს უკვე მე-6-ჯერ გადახედე. რა მე-6? უბრალოდ საათს უყურებდი. შენ ხომ გიყვარს ალბათობების და გამოთვლების გაკეთება, ხო და ვიფიქრე ვესაუბრები თქო. ალბათობების გამოთვლა მიყვარს. მაგალითად, ახლა შემიძლია გამოთვალო, რომ დაჩი და ალექსანდრე ბიბლიოთეკაში რაღაც მახეს მიგებენ. შეკიდი აქ მაყოვნებ. ეს ალბათობა 99.9%-ს უახლოვდება. რა მახის, რა ფანტაზიები გაქვს. უბრალოდ ვზივართ. მოიცა. გეშინია და მიზეზებს ეძებ, რომ ბიბლიოთეკაში არ შეხვიდე, ხო? ხო, კანკალებ. აი, ნახოთ საღამოს ასიზაო. წავედი მე. დროს რომელი დაინიშნოთ? რა საჭიროა? სამწუთში მაინც გამოიქცევი. მე დავინიშნავ. კაი, ანუ 20 წუთი, ხო? კი, 20 წუთი უნდა გასულ. მოიცა, ეს რადგენის არის? ეს არ ვიცოდი. ხო, ახალია, თან შოკოლადში არის სხვადასხვა ხილის მარმელადი. მე ადამი შემხვდა. მოიცა, before და after ფოტოსთვის before-ს გადაგიღე. მე ლაიმ შემხვდა. ხო იცი, მაგ ფოტოაპარატით შეიძლება ბოლო ფოტო გადაიღე. შენ მოიმზადე ერთი კვირა ამდენი მათემატიკის დავალებით დაწერე რომ მოგიწევს. კაი, ნუ კარგად დროს, წავედი. რამდენი ხანი გავიდა? 28 წუთი. თქვენ გამო კამერა წავაგე. მოიცა მონერეოლო. მალე ყველის გამოიქცევა. იქნებ
ფანარმა არ მოშავა ან დინამიკმა? არა, ყველაფერი იდეალურად დავაყენეთ. ყველაფერი იდეალურად უნდა გეყენებინათ, უკვე შეშინებული გამოიქცეოდა. მოითმინე ცოტა ხანს. არ მაინტერესებს. ავდივარ მე. აი რა, დაიცადე ცოტა ხანს. ავიდეთ მაშინ ყველანი. წავედით. ნიკა ხარ? ეხლა უკვე მე შენია. შუქების არ მისება. ნიკა, მოიგე, გამოდი. ის რა არის? ნიკა, აქ ხარ? ვაიმე, ეს რა იყო? არაფერი გვიჩალიჩებს ალბათ. ოპა, ეს რა იყო? დამშვიდ, მე ვარ. არ მეგონა 800 ხო შეგეშინდებოდათ. აუ გული გამისკდა, მოგკლავ. ისე უფრო მალე ამოყოდით. მეგონა 1 საათს ვერ გავედავდით. წავაგეთ, ანუ ფოტოაპარატი თუ შეიძლება. ეს ამახსოვროთ, რომ გამიჟღავოთ მე. მართლა გეგონა რომ წაგართმევდი? უბრალოდ დაგიმტკიცეთ, რომ სულებელი დებულობები არ არსებობს. გეგონოს. ჩავედი მე. კარგად კი მაცინეთ. უი, ისე ილიას ეთიკურად მათემატიკის დავალებებს ვინ დაუწერთ? ეგეც უნდა გაარკვიოთ. არასდროს მეგობარი რომელიც მუდამ მოგცემს ძალას ყოველთვის გაგათბობს ეს სიყვარულია იმ მეგობრობის და საწყისი ისამდე ძვირფასია და შეუფასებელი როგორც ოქროს საწმისი